მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მინდა გისურვოთ წარმატებები, ჯანმრთელობა, ბედნიერება, რაც თავარია კარგი სეზონი ყოფილიყოს მონადირეებისთვის, რაც მონადირეებს გვახარებს. ბევრი გენადიროთ, ერთად ვინადიროთ, კარგად ვინადიროთ, ერთად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მონადირეები ვაკეთებთ საქართველოსთვის ძალიან კარგ საქმეებს. კარგ მონადირეებზე მაქვს ზოგადად საუბარი, იმიტომ რომ ვიცავთ ბუნებას, ვიცავთ ყველანაირ ლიმიტს, ნადირობთ პატიოსნად, რა ჩვენი კანონების ფარგლებშია. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვნადირობ ჩემს მეგობრებთან და ჩემს კლუბელებთან ერთად. კლუბის მინოთი უნდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ხვავი და ბარაკა არ მოკლებოდეს, ასევე მინდა გისურვოთ წარმატებები, გათამაში როგორც მოგეხსენებათ, ასევე ამ ვიდეოს ქვემოთ დავდებ აღწერაში თუ როგორ უნდა მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა. ეს არის 30 დეკემბერი, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 დღე გაქვს იმდენ წინ, იმიტომ რომ 1 იანვარს საღამოს 11 საათზე გამოცხადდება გამარჯვებული ჩვენს პირდაპირ ეთერში. ხო, გაგიმარჯვოთ, კარგად იყავით და ეს ყველაფერი ამით არ თავდება, რადგან ეხლა თქვენ ნახავთ იხზე ნადირობის ძალიან მაგარ ვიდეოს. აი კომენტარებს რომ მიწერთ ხოლმე, რომ ვიდეო როდის იქნება და ასე შემდეგ. საახალწლო ვიდეო ჩავთვალოთ, იმიტომ რომ იხზე ნადირობა ვიცი, თქვენ ძალიან გიყვართ. ვეცადე ყველანაირად რომ კარგი ნადირობა შემდგარიყო სეზონის დასასრულს. წელს მეც ვეღარ ვინადირებ, იმიტომ რომ ხვალე 31 დეკემბერია და უნდა მივხედოთ ოჯახებს. გაგიმარჯვოთ, კარგად იყავით, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, არხის გამოწერა არ დაგაუზდეთ და რა კომენტარსაც გაიმეტებთ, ის კომენტარი დაწერეთ ვიდეოს ქვემოთ. აბა წარმატებები. საღოლ აიტანა ვარდება, მაგ ჩამოვარდება, უყურე? ბრავო ბიჭებო, კარგები ხართ. არა, მაგეთ ის იყო, რა ქვია? ბადრანგა იყო. აბნეული იყო და პირდაპირ მიაჯდა ეხა იმათ უკვე რა. ხედავ ფიტულები ზამხე როგორ მოვიდა ფიტულებთან. ერთი ცალი ჩამოვაგდა. ბადრანგაა დააყოლე. არა, მაგი ვერაფერს ვერ იზამს. რა კაი გუნდი შემოვიდა, დაინახეთ. ესეც ერთი დედალი მამაზე ხარას კარგად მოხდა მას. ჩახვეულია ხე ამას კამიშები და ვეღარ დადის. კი ბატონო, ამას ავიღებ ახლა, თორემ აზერბაიჯანში ჩავა. კაი გუნდი შემოვიდა, მაქედან ერთი 3 ცალი უნდა. მე დავაგდე. აქ დავაგდე. მაგი შორს იყო თავიდან უნდა მაგიტო წაგვართვა. ისიც ხوارავი. კი. მე გამოსული აკეთებდა უკვე აკეთებდა. შენ ჩემზე წინ იჯექ იქეთ, სადაც მიდიოდა და შენ უფრო სასროლი ქონდა. შენ ქონდა. ყველაზე მაგარი სასროლი მომგვას ქონდა. ეხო ჩამოხსენი საკაი. კაია ბიჭებო, 4 ავიღეთ. ისიც დაიჭრათ, მოვარტყი იმას. აი ეს ჩემი ჩამოდებული არის პირდაპირ აი აგეთ. აი ეს მე ჩამოვაგდე მომ. აი საუ. იმას ერთი მოვარტყი, აუ, მაგრამ ვის არა. რა მაგარი. ბიჭებო, რატო არ ესროლეთ? მეორეს შენ რომ ესროლეთ? მოდი შემო
რა კაი დედალია ბიჭო ამას შეხედი რა მხელა დედალია მამუ აუ იმას მაგრა მოხდა რა კი შენი მორტყმულის დავინახე მეც რომ ორი აქეთ ჩვენსკენ რო წამოვიდა მარჯვენა შენ მოარტყი იმენა აი ესე აწია ტრაკი რა დედლები იყვნენ ხედავსუ მე რო გადმოვერცე მეორეს აი ეს უკვე პერელიოტის იხვი არის პერელიოტის იხვია ბრატ ფეხის ფერი ნახე აი აი ეს ადგილობრივი იხვი შეხედე ფეხის ფერს ხედავ როგორი მუქი ფერი აქვს ბიჭებო ამ დროს იხვი რომ მოვიდა ესე იგი არის ან ახალი შემოსული ან რაღაცა რა ყველა ასაღები იყო მაგეთო ჩავდე 3 ნომრები არა ჩიროკი ეგ არის კაია მამუ კარგია ეს არის წითელთავიანი სვამალი არა ხო დაინახე ხო ეს არის ბიჭებო აზერბაიჯანიდან მოსული იყო წითელთავიანი მამალია კაუჩე მაგარი ამინდი გვაქვს ბიჭებო უნდა გავჩერდეთ რა აი ნუ გეშინია აუ რა დროს ხუნდა აი ნადირობა გამოგვივიდა უცებ შემოგვივიდა რა ხედავს ხული საფანტი რა შვება ამას სად მოხდა ესეც მეორე კიდევ ერთი იხვი ჩამოვაგდე უბრალოდ გადაღება ვერ მოვასწარით აი დალევას ვაპირებდით და კაკრას მაგროს მოვიდნენ აი ჯანდარის პიტა გაგიმარჯოს გაუმარჯოს მოდი ერთი აზერბაიჯანისას დალიე რომ იქიდან წამოსასვლელი არის ისინი დენით ხوارთებს დაობენ ჰა? დენით ხوارთებს დაობენ ზევი აი ლისუხები ჰა ბიჭო ვაფშე სხვა სახეობა იხვია
კი. აბა, მითხარი ხარ ასახეობა არის ეს. მე გეუნები, აი ამის დედალი არის ეგ. ატვეჩაი ვარ, აი ამის დედალი არის ეს. ხო ეგ არის? მოიცადე, აცადე. დაცხეთ. აბო იმаш ტყვი აღარ მქონდა. არ მეუბნები მინიმალურ მარკეტზე მოყვა. ამო, ესაა. 30 აზრაზე მეტი მაქვს ასროლ. რაზე? ყველა იყო ეს არის ისე. რომ გამოდის და ნასვლა გადის მე შორსეს. რომ ხედავ ვიყო. ხო. უკვე ყველაფერი მომზადებული ხარ, ხო, იასნა. ხო, აქ მოულოდნელობის ის გაქვს. მოულოდნელობის ამბავი გაქვს, აქ როდ გახარ, მაგრამ ვაფშე ვერ მემზადებ, რაიმე. წითელთავა ეს ყველა შემოსული იხვია, რამას თავში აქვს მორტმული. მაგდო გაიპარჭა ჰაერში. მაგარია. კაი დისტანცია იყო რა. იცი რა მგონია, long range-ებს რო ვესვრით, იმდენად ახლოს ვესვრით, რომ ცდება რა ეხა ის ჯგუფი. ხო, იასნა ვერ შლის. არაფერი არ ხდება. ცდება, ძმაო, რას ლაპარაკობ ეხლა რა მანძილზე? 60 მეტრაზე ჩამოვარდა, ეხლა იგი ხო მინიმუმ, ძმაო. არა, ბოლოს რა მოხდა გაიპარჭა იმენა რა. არა, ხო, მაგრამ იმ გამიწევდა. ვასრულებთ ნადირობას. შვენიერი შედეგით დავასრულებთ დღევანდელი დღე. მოვინადირეთ 8 იხვი და ერთი ამდენი დაახლოებით წავიდა. 3 დაიჭრა, სამწუხაროდ ვერ შევძელით მისი პოპოვება, იმიტომ რომ კამიშებში შევიდა და დაიმალა. მამუ, როგორი დღე იყო დღეს? შევეცადოთ რომ იქ იმამ ნახოთ რა უკანა გზაზე რა. უნდა ვცადოთ. დღე იყო ფანტასტიკური რა. იყო მაგარი კაისროლები. კარგი ამინდი. იყო წასული იხვების, აი უკვე წასული იხვების მე ესე თქვა რომ იმედი რო ქონდა რომ გარტყმული გაქვს და მართლა რომ ჩაждდება ერთი 100 მეტრაში და დადებს. და მოგეთ ყველაფერი იყო 5-იანზე. მაყოფილი ხარ ესე იქ. ნუ ძალიან მაგარი რა. ისე რომ შეიძლება ხვალეც კი ამოვცხოთ ამ იხვებს რა, სანამ არის. კი. ჩვენ გაიხარეთ. რაც თავარია შემოსული იხვებიც უკვე გამოჩნდა და კი, ეტყობა კიდევაც ვიზუალურად ჩასუქებული, გაპუტყუნებული. ეხა ადგილობრივი ხსა და შემოსული ხშორის არის სხვაობა, მათ შორის ფეხის ფერშიც კი სხვაობა აქვს, ნისკარტიც კი სხვანაირი აქვს. საინტერესო დღე გამოვიდა, ვასრულებთ მოიხვით. ზედად ძველი იხვი. ახალი იხვი კი ბატონო. ზომა, წონა, თავი, ზომა ორივე ხარაზულა იხვია, ორივე დედალია და ამი ნახე, ამის ნისკარტი და იმის ნისკარტი რა. კი ბატონო, ეგრეა. სიგალეთკაო, მაგრამ ნუ ეტავა გულდა ასე თქვა რა. ყველას წარმატებული ნადირობა, წინასწარ გილოცავთ. ახალ წელს, აბა, დროებით.